რაც ეთყოდი მშობლებს, ვისაც წელს მიყავს ბავშვი სკოლაში? წელს ვისაც მიყავს ბავშვი სკოლაში, ვეთყოდი, რომ ესაუბრონ ბავშვს სკოლაზე. უკვე კი შეუქმნან განწყობა, ჩამოუყალიბონ რაღაცა დამოკიდებულება, ოღონდ თავისი გავლენით არა. არავითარ შემთხვევაში არ დააჯინონ და არ ამეცადინონ ან წერაში ან კითხვაში თუ ბავშვს აქვს სურვილი გამოხატავს ინტერესს მხოლოდ ამ შემთხვევაში პირადად ეს ჩემი აზრია მხოლოდ ამ შემთხვევაში მიმაჩნია მიზანშეწონილად რომ ვამეცადინოთ ასე ვთქვა ოღონდ ეს მეცადინებაც უნდა იყოს რა თქმა უნდა თამაშით და არა ის დაჯექი აბა ეხა ვიმეცადინეთ თუ აქვს ამის ინტერესი უბრალოდ განწყობა შეუქმნან სკოლაზე რა დახვდებათ აუცილებელი არის რომ თავისი მხარდაჭერა გამოუხატონ ბავშვს რომ აი ნებისმიერ სიტუაციაში რაც არ უნდა მოხდეს სკოლაში მის გვერდით იქნება მას დაეხმარება მასთან ერთად დაძლევს პრობლემას აი ეს პოზიტიური დამოკიდებულება პოზიტიური მესიჯები შეიძლება მოუყანოს რამე მაგალითები დაძმა თუ დადის რომ აი ნახე რამდენამეს ისწავლის გაიგებს ითამაშებს ახალი მეგობრები ეყოდება მასწავლებელი გარემოს განწყობის შექმნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს რომ გამოიყენონ ამაში ემოციური და ასწავლონ ვიტყვი ახლა ამასაც ასწავლონ აუცილებლად საკუთარი ნივთების პატრონობა ცნობა აი უნარების განვითარებაზე იმუშაონ უფრო მეტად და არა ცოდნის დაგროვებას იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე იმესმის რომ აი ჩემო წერა კითხვა იცის და ძალიან კმაყოფილია და აი იცის ამხელა ლექსი და ნუ მოსწონს ეს რომ ამხელა ლექსი იცის აი საერთოდ არ მიმაჩნია ეს რომ რაღაცა განსაკუთრებულია და ამ დროს შეიძლება არ იცოდეს თასმის შეკრა და არ იცოდეს მაკრატლის ხელში დაჭერა. აი ესენი უფრო მნიშვნელოვანია და ამაზე იმუშაონ ბავშვთან.